საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი გახსნა. შენობის რეაბილიტაცია ოქტომბერში დაიწყო, გარემონტდა კორპუსი, კეთილმოეწყო ეზოს სასწავლებელი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭრვა. მიხეილ სააკაშვილმა ვიზიტის დროს კოლეჯის სადურგლო, ასევე სანტექნიკოსის ელექტროშემდუღებლის, სამაცივრო მოწყობილობების შემკეთებლისა და ელექტრიკოსის სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი სასწავლებლის არსებობა პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად აუცილებელია განახლებული შენობის გახსნას. ფოთის სპორტის გენერალური დირექტორი და ანაკლიის დასასვენებელი კომპლექსის ოქროს საწმისის მენეჯერიც ესწრებოდნენ. კოლეჯის სტუდენტები პრაქტიკულ კურსს სწორედ ამ კომპანიებში გაევლიან და დასაქმებიან. მოგვიანებით პრეზიდენტი ქალაქში გავიდა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა და შეხვდა. There are a lot of talented people. They need the chance to get practice. გადაწყვეტა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხიდის გაფართოება ორჯერ და დამატებს რაღაცებს. არა და ბულვარს ახალგზელები და ხიდსაც აფართოებენ, რომ კიდევ მეტი ხალხი ჩამოდიდეს ხოლმე და კიდევ დაუვალე რაღაცების გასახადები, რომ კიდევ ბევრად უფრო მასშტაბური მიცეთ ვიდრე კიდე არის. სეზონის გამართული შეხვდებით იმედი მაქვს. მაგრამ ესე იგი თქვენ ახლა ვინც მომზადებას აპირებთ? ჩვენთან გავიდნენ სტაჟირებას, გადამოხდა ველოდები პირველ ნაწილს. ვინ ესე იგი მზარეულები, ოფიცერები, ინტანები, დამლაგებელები და პირველი 5000 კაცი რომ გამოვიდა რომ დასახა ყველა მიხვდა რომ ჯერ მომგებული საფრთხე დავარო და შეიძლება დაიყვანო 20 რამდენიმე წელი იმუშაობს ადამიანმა თუ მე მოვიდა მონაცემები როგორც უცხოეთ წავიდეს მე თუ ჩათulis რომ ნამდვილად შეიძლება და არა იმიტომ რომ მოდაშია ვიღაცას და სხვანაირად ვერ გათხოვდება არ გამოხმო არ პროცესებში და ეს არის რომ ოჯახს არ რამდენი სახალხო 15 და რა რუსლანი როგორი აი რუსლანი ახლა 17-18 წლის ასაკი და თავის ოჯახს არჩევს ნამდვილად ჩვენს სახლში რამდენი ხალხი სახლში 6 რამდენი მუშაობს არა დასახელება ოღონდ ეს იგი პირველი ეს იქნება ეგარო საქმის გამკეთებელი ზოგადად კი არა თავარი ადამიანის ხოთის პროფესია ჯეროს ხელში ადრე ვიღაცა მოსკოვში და ის წერდა რომ აი ეს პროფესიები იყოს ამადამადნოზე ამდენი რაოდენობა ახლა კონკრეტულად გამსაქმებელი მოდის აგერ 2 კილომეტრიდან გადმოდის არ 500 მეტრი და ეუბნება რომ აი ეს პროფესიის ადამიანები და ამადამ რაოდენობა ეს არის სწორი აი ეს იგი რო წარმოვიდგენთ ეს მინისასტუმრო მაგრამ ანაკლიაში ჩვენ 2013 წელს გვექნება 1000 სასტუმრო ნომერი ეს არის იმაზე მეტი რაც გასულ წლამდე იყო ბათუმში და ამათა სასტუმრო ნომერს მინიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა ვიციცის ეს საქმე კარგად ახლა ნიჭიერი ხალხი სტუმართ მოყარება ჩვენ არ გვეშლება მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდისთვის მუდმივ სამუშაო დაწყვეტა ეს სიტყვაზე ზაფხულის სეზონზე სტუდენტმა რომ მოვიდეს და იმუშაოს და თავისი სწავლის ფული შეაგროვოს ან კიდევ არა ამისთვისაც დასასაკრებია ამიტომ ჩვენ უბრალოდ მარტო კურორტის სოლას ვართ არა ჩვენ ამავე დროს ზუსტად ეს ყველაფერი სისტემურად ხდება ტურიზმის უბრალოდ კურორტი
მისასვლელი ინფრასტრუქტურა, ესე გზები, მოხდა უნდა აშენდეს გზები, იმედია უახლოეს მოკლე ხანში. ფოთის აეროპორტი რო გამოვიდეს ადამიანის ფულს დახარჯოს აქ ყველაზე მოკლე გზით. და ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ ასევე თავარი რამ კვალიფიციური ადამიანები. რომ ყველაფერი ამას შეიძლება ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ამუშავებენ და რომელიც რეალურად ამ ეკონომიკას ამოძრავებს. და სხვა შორის მე დავაკვირდი, რომ თავიდან ყველა წუწულებდა საქართველოს სერვისის დონეზე, მაგრამ ბოლო წელიწადში წელიწადნახევრის სიტუაცია დაიწყო კვეთად ცვლილება. იმიტომ რომ სხვანაირად დაიწყო ხალხმოყურება. და მე დაწურებული ერთ-ორ წელიწადში ფრანგებზე, იტალიელებზე და ასეთ განვითარებულ სერვისის ქვეყნებზე ნამდვილად ნაკლები არაფერი არ ვიქნებით. ესე იგი ვიქნებით უფრო მდიდრები, უფრო მეტი შემოსავალი გვექნება, უფრო უკან ხასიათზე ვიქნებით ამას. Kai სასწავლებელი გაიქცა. აი, ბავშვები. უნდა ბავშვები იფიქრონ შევედა მართლა. მინიმუმ ოჯახში ხალხი პროფესია მაინც ეკნებოდება და მე რაც უნდა აკეთო, გინდა უმაღლესი ჩაბარო სადაც უნდა, მაგრამ ეს თავიდან რომ პროფესია გქონდეთ ხელში. ოზავო სახში გამოადგება თუ მე აკადემიკოსი რო გამოვიდეს ის იქნება. სახში შეაკეთეთ შენ რო გაჟა. მე ხა უყურე რომ ეს კერძი განახდა მუშაობა და ეხა დაუვალე რომ ტაძრის მოკრობას დაიწყოს ემოდა რომ მოწონდეს ყველაზე აღმწყენებული დასა. ძალიან ბევრი რაღაც კარგად